საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია. საღამო მშვიდობის ბატონო მამუკა. მადლობა რომ მოგესალმები ბატონო დავით, მოგესალმები ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისათვის და მინდა კიდევ ერთხელ ახალი წელი მოულოცო. დღევანდელი დღე და უძველით ახალი წელი როგორც ჩვენთან იციან და უსურო ბედნიერება და წარმატება სულელად საქართველოს. და ამ ერთი საათის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ პოლიტიკურ საკითხებს, ტრადიციულად დავიწყოთ საქართველოში მიმდინარე ამბებით. საფრანგეთის ელჩი აკეთებს განცხადებას, რომ პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია, მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ. აქ იგულისხმება ის დიახის რედაქტორი, რომელიც არის დაკავებული პოლიციელისთვის სილის გაწნის გამო და ეს არ არის ისეთი ერთი შეხედვით გასაგებია, რომ ოპოზიციური ტალღა მათ აქვთ თავიანთი მიზნები, გამოთქვამენ პროტესტს, რაღაცა არ მოწონთ ქვეყანაში, მაგრამ ის რომ სამართალდამცველს სახეში ხელი გააწნა, ვფიქრობ, გერმანიის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის კოლეგებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთოდ შეიძლება ნახრეთი დაეტოვებინათ თავში, ასე პოლიციელს თავდასხმელებს. ანუ გერმანიაში ან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გნებავ ჟურნალისტი იყოს ის ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი აუცილებლად პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული. აქ შემადგენლობა რასაკვირველია ოდნავ განსხვავებულია და გასაგებიცა, ვინაიდან ეს არის ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს და გარდა ამ ფაქტისა საერთოდ ვითარებას, რაც დღეს ხდება ჩვენს თავს საქართველოში, არც ხრება ეს პერმანენტული საპროტესტო აქციები? რა თქმა უნდა, ბოლოდან დავიწყებ, რაც შეეხება იმ ინციდენტს, რომელიც ბათუმში მოხდა და რის საფუძველზეც ეს ქალბატონი რედაქტორი ორთვიან წინასწარ-პატიმრობაში გაუშვეს დღეს. უბრალოდ რა არის, იცით, მე ყოველთვის მინდა და საუბრობთ სახელმწიფოზე, დემოკრატიაზე, წყობაზე. მე ვერ გავიგე, აი დემოკრატიის აღქმა გაგება არის ტენდენციური და სუბიექტური, ანუ დემოკრატიული, ანუ პოლიცია უნდა იყოს და სახელმწიფო სტრუქტურები უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს და თვითონ ეს მონიმიტინგეები ან გნებავთ ოპოზიციური აზრის გამოხატულები არა. ხო, ანუ რაღაცა გრადაციაა. დემოკრატია არის ერთი მცნება, ხო? ერთი მოცემულობა. მას არანაირი განშტოებები არ აქვს. ადამიანის უფლებები არის ერთი მცნება და ერთი მოცემულობა. უმარტივესი ჭეშმარიტება. კიდევ ერთხელ არაერთხელ მithქვავს. პოლიცია არ არის ქართული ოცნების. იმიტომ რომ ეს პოლიცია ხვალ შეიძლება იყოს, ხვალ დაიცავს სხვა სახელმწიფოს ზეგ, სხვა იქნება და მასზე კიდე სხვა იქნება ხელისუფლებაში. პოლიცია არის სახელმწიფო, რომელიც იცავს ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებს. აი ამ მიდგომებშია და ამ დეფინიციებშია განსხვავება დავით და ცოტა სხვანაირი აღქმა არის, ხო? ეს ხომ დასავლეთმა ძალიან კარგად იცის. ეხლა შენ კარგი მაგალითი მოიყვანე, ხო? აი იგივე მომხდარი, ახლა დავსვათ კითხვა და ვკითხოთ, იგივე მომხდარი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგივე მომხდარი იყო გერმანიაში, ან ევროპაში, ან ნებისმიერ ქვეყანებში. ჩვენ ხო წელს უყურეთ ახალ წელს რა მოხდა. ეხლა ცოტა განვაზოგადებ და სხვა იმით წავალ, მაგრამ არსი ერთია, ხო? იგივე დამოკიდებულება ნახეთ საფრანგეთში 1000-ზე მეტი მანქანა დაიწვა და როგორი გამოსვლა და როგორ რეაგირებდა პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები, ხო? აი რა არის ამაში? მე ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ ან რატომ უნდა იყოს კანონი, იმიტომ რომ რახან ქალბატონია, კანონი უნდა დაარღვიო, ან რა მოცემულობაა ისეთი, რომ კანონში არის ეს მუხლები, რომ რახან ქალბატონია, მას ყველაფერი ეპატიება, რახან ანუ გენდერული სხვაობაა დღეს კანონმდებლობაში? თუ ვიღაცას ვედრებით, თუ რაღაცის ქვეყნის მშენებლობა გვინდა და რაღაცას ვიღაცას ვთხოვთ, შენს ვალდებულება აიღე და ადეკვატურად მოიქეცე. შენს არ დაარღვიო კანონი და წესი და ერთი კიდე ახლა ამ თემაზე ახლა მინდა მომჩა საუბარი, რომ ეს რომ გაეკეთებინათ 10 წელი და 15 წლის წინ
ამიხსენით ბატონ დავით, როგორ შედეგს მიიღებდნენ? აი სააკაშვილის პერიოდში რო გაკეთებული იყო ეს. და ეს გაეკეთებინათ, რომ ხელი აღემართათ და დაეტყათ პოლიციელებისთვის. შეურაცხყოფა მიეყენათ იმედში შევარდნის კადრები ხო? იმ რა თქმა უნდა, ხო და აი ზუსტად ეხ. დაალეწეს თავყვა ხო. და აი მოდით რა, ჩვენ არა ვართ არავის მხარეს. და არც მინდა რომ დაუშვათ აქ მედიატორის გამოვიდე და ჭკუის მასწავლებელი გამოვიდე და ვიღაცას რაღაცები გასწავლოთ. მერთმა დაიმფაროს არავის არც ჩემი მოცემულობაა ეს და არც ჩემი სურვილი არ იქნება. მე უბრალოდ ჩემ პოზიციას გამოვხატავ, რახან ამ გადაცემაში ვარ და მე მინდა ჩემი სუბიექტური აზრი გამოვხატო. ჩემი დიდი ტკივილი გამოვხატო, იმიტომ რომ ორივე მხარეს დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ეს გზა გავლილი გვაქვს. ჩვენ ამ დაძაბულ და ამ არეულ ქაოსურ და ქაოტურ მდგომარეობაში სულ ცოტა გვაკლია სამოქალაქო დაპირისპირება ისედაც. ოჯახებშია დაპირისპირება, სამეგობროში, სანათესაოში. ამიტომ ეს გრძელდება, ეს ხო ჩვენ გამოვიარეთ და ამან რა შედეგი გვანახა ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით 90-იანი წლებით ხო ზუსტად ასე დაიწყო 92-13 წლების შემდეგ 2003 და ხო ასე ხო გამოვლილი გვაქვს ეს კინო ხო ნანახი გვაქვს რატომ ვიმეორებთ რატომ მივდივართ მეორე წარეზე რატომ გვინდა რომ ეს გავაკეთო და ხელახალი თვითგენოციდი და თვითხარაკირი გამოვიწვიოთ ხო მე ვერ ხვდები იცით აი უბრალოდ გაოგნებული ვარ იმიტომ რომ მე გასაგებია იქ აღტკინება ეგზალტირებული ახლა მე იმათან არანაირი საკითხი არ მაგდავით ახალგაზრდები ვინც მოდიან და შეიძლება მართლა გულწრფელი იყოს და აპროტესტებდეს და მისთვის ეს რაციონი იყოს რომ აი სამშობლო მეღუპება და გასაგებია მან არ იცის ეს მესმის და შეიძლება მართლა გულწრფელობის მომენტია, მაგრამ ვინც მას ზურგს უკან უდგას, აი ეს გამოსტილი ხალხი, ვინც ეს გაიარა, ვინც ეს ნახა, ვინც ეს გადაიტანა, იმან არ უნდა თქვას, რომ მე ჩვენ უბსკურლისკენ მივდივართ. აი ამაშია ჩვენი უბედურება, ისიც რომ აი პირად მერკანტილური ინტერესების მოახვიეთ. აი ზოგიერთი პარტიის ლიდერები რო არიან და ზოგიერთი პარტიები, მათი წარმომადგენლები, რომლებიც აი ამ აქციების უკან დგანან, ეხლა იმალებიან, არ ჩანან, მან ხო ვიცით არა, რო დგანან, ხო? და ვინც ხელისუფლებაში იყვნენ. ნაწილი იყო ხელისუფლებაში, ნაწილი კი თითქმის ყველანი ხელისუფლებაში იყვნენ. და ესენი რევანშისტული ძალები არიან, რომელთაც დღეს უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა და მე ანგარიშის გასწორება. აი ეს არის უმარტივესი მოსემულობა. მეტი სხვა არაფერი ხო? მეტი სხვა არაფერი არ დებს, რა თქმა უნდა, არაფერი არ დებს არმაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაუშვათ ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას არ აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც შეცდომები არის. რა თქმა უნდა, რაღაც ეს ხდება, ეს მოცემულობა არის და ეს ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ოპოზიცია იმიტომ არის, რომ ხელისუფლება ყავდეს ყოველთვის იმ დონეზე რომ მას არ შეეძლოს რამე ისეთი გაკეთება რომ ჩასაფრებული ანუ კონსტრუქციის ვამბობ და რაციონალიზმისკენ. სამწუხაროდ ეს ნიშაც დაიკარგა დღეს საქართველოში და აი ხო ხედავთ რაზღებულობთ ქაოსი და ანარქია. აი ნახეთ ქალაქში რა ხდება ხო? იგივე სატრანსპორტო კოლაფსი, ხა რაღაც გაფიცვები. ნუ აი ეს არ ჯდება არც ერთ მოსემულობაში. აი ამით არანაირი შედეგს აი შედეგი რა უნდა იყოს? ყოველთვის ყველანაირი მოცემულობით ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული შედეგზე, ხო? აი რაღაც არის, რასაც ვაკეთებთ ორიენტირებული ვარ შედეგზე მე რას მევიღებ პრევენტიული ზომებით ცოტა ინერტული ხომ არ გეჭირდება აი მეც შეიძლება აი მე ერთი მინდა ანუ ის კი არა რომ უფრო მიშვებული ყავთ თავიანთ ჭკუაზე ეს ოპოზიციური ძალები აი ამ უტიფრობის და ტლანქობის მიუხედავად და ნუ ისეთი შტაბ-ჭtilება რჩება რომ ვითომ დაიღალნონ ჩვენ რეაგირებას არ მოვახდენთ მაგრამ ასეც ხელოვნურია რა თქმა უნდა არც მთლად ასეა რომ იცით რა ჩვენ არ ვიმჩნევთ უბრალოდ გეგონება ვიღაცა ერთი ადამიანი აი ამ ოპოზიციაზეც მაქვს ლაპარაკი რომ თუნდაც ეს ორი დაპირისპირებული მხარე ერთი ჟონგლერობის ქვეშ იმყოფება უბრალოდ ელოდებიან მომენტს როდის გადაწყვეტენ კავკასიის ამბავს საქართველოს კი არა კავკასიის ამბავს როდის გადაწყვეტენ ორი დიდი სახელმწიფოს ლიდერები ანუ ტრამპი და პუტინი აი ხო აი შენს ეხლა ბათუმში დებს რაციონი რა თქმა უნდა ეხლა აი ველოდებით ალბათ მთელი სოფელი ველოდება 20 იანვარს ახალი ხელისუფლება ახალი მთავრობა შედის ამერიკულ შეერთებული შტატებში გზოში დიახ მაგრამ ერთი მინდა ვთქვა იცით ტრამპმა უკვე და მისმა გუნდმა განაცხადა მისი
აი მეტნაკლებად უკვე საგარეო ორიენტაციები და ფასეულობები და ხედვები, ხო? ტრამპა ჩამოაყალიბა ახლა, ალბათ უფრო განივთდება და უფრო შეიძლება გაფართოვდეს, მაგრამ ძირითადი სტრატეგიული ეს კანადა, გრენლანდია, დაუშვათ იქ ჩინეთთან დაკავშირებით, პანამა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტრამპი არაფერს ისეც არ გააკეთებს, რომ ამერიკის სინამდვილიდან და კონტექსტიდან ამოვარდეს. ეს გამორიცხული, არც მაგის საშუალებას არავინ არ მისცემს. უბრალოდ დღეს, როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოდის, ტრამპი მაინც ბიზნესმენია და მე ჩემი აზრია, ესეთ მაინც როგორც ბიზნესი ისე უყურებს, აი განსაკუთრებით გრენლანდიის საკითხს. შორის გრენლანდიის საკითხი ეს არ ახალია ამერიკის ისტორიაში. რამდენჯერმე იყო მისი მცდელობა, რომ გრენლანდია ამერიკას აეღო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1946 წელს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა შესთავაზა დანიის მთავრობას $100 მილიონი. ეს დღევანდელი ეკვივალენტი დაახლოებით $1 მილიარდი თვალფასია, რომ გრენლანდიის კუნძულები ეყიდათ და მაშინ დანიის ხელისუფლებამ მას უარი უთხრა. ამიტომ ეს არ ახალია, ეს ტრენდი მიდის, იმიტომ რომ გრენლანდია სხვა თავის გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე პლუს მისი სიმდიდრე, გაზი, ნავთობი და ყველაფერი და აი აქეთკენ უფრო მიდის მისი ხედვა. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება აი კავკასიის საკითხი დაუშვათ დარჩეს, ჩემის აზრით დარჩეს კვლავ რუსეთის გავლენის სფეროში, ოღონდ სხვა რაღაცების დათმობა მოუწევს რუსეთს. უკვე გადაწყვეტილია ტრამპის განცხადება, მისი გუნდის წევრების, პესკოვის განცხადება უკვე მომზად მიდის ოფიციალურად. სომხეთთან დაკავშირებით ნახე და ეს უკვე მეზმანა საქართველოს რეალობასთან. რეალობაში კი ბატონო მიდის უკვე მომზადება შეხვედრის, ალბათ ინაუგურაციის შემდგომ მოხდება შეხვედრა, მაგრამ ერთი მთავარი უკვე ის გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ომის თემა ალბათ უკვე ეს საომარი მოქმედება უკვე შეჩერდება. ეს უკვე თითქმის აი ბოლომდე გადაწყვეტილი და ამას ადასტურებს ირიბად ზელენსკის განცხადებების თაობაზე, რომ ის მზად არის მოსალაპარაკებლად ხელშეკრულებამ და ყველაზე მთავარი ზელენსკი პოლიტიკური coming out-ი მოაწყო და ნახეთ თქვენ რომ მან პირდაპირ დაანაშაულა ბაიდენის ხელისუფლება იმ გამოყოფილი დახმარების არამიზნობრივად ხარჯავაში. მოკლედ აი სერიოზული კატაკლიზმები გველის წინ და ამიტომ დღეს საქართველოს რომელიც გარკვეულწილად ამ რეგიონის პროტაგონისტად ითვლება და მან თავისი ადგილი უნდა ნახოს ცოტა რაციონალურ და გააზრებულ პოლიტიკასთან უნდა მქონდეს საქმე. სამწუხაროდ აი ეს დღევანდელი სიტუაცია მდგომარეობა თუ ასე პერმანენტულად გაგრძელდა, ეს ჩვენთვის იქნება საკმაოდ დამანგრეველი და საკმაოდ უარყოფითად აისახება ურთიერთობებში. პირველ რიგში კიდევ არაერთხელ მithქვავს, დღესაც მინდა ჩვენი ეთერით გავამჟღავნო და ჩემი აზრი ვთქვა, ჩემი მოწოდება ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად საჭიროა რუსეთის ფედერაციასთან დაწყება მოლაპარაკების. აუცილებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის, რომ მან ბოლოს და ბოლოს გაარკვიოს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, შემდგომ უკვე სიტუაციის დალაგება კიდევ ერთხელ ამბობ ეს ორ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს ხაზს უსვავ ორ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ეს აუცილებლად გასაკეთებელია რა თქმა უნდა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ რეგიონში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ხო იმდენად არის სიტუაცია რომ ეხლა მარქსის სიტყვები მახსენდება რომ ისტორიის ჯადოქარი ქვაბი აი დუხს მართლა ჯადოქარი ქვაბი და არ მოხვდეთ ამ ქვაბში რა აი სამწუხაროდ იქეთკენ მიდის ტენდენცია იგივე აზერბაიჯანის დამოუკიდებულება საკმაოდ მკაცრი განცხადებები ალიევის საკმაოდ მკაცრი და არადიპლომატიური თუ შეიძლება ითქვას იმიტომ ალიევი ვაბანგზე მიდის ხო და აი ზუსტად ვაბანგზე მიდის იმიტომ რომ ალიევი პოლიტიკოსია თან დიპლომატია თუ პროფესიონალი დიპლომატია ალიევმა მშვენივრად იცის რომ როდესაც უკრაინის საკითხი დასრულდება
და როგორც თქვენ ბრძანეთ მართლაც 2025 წელს დასრულდება ვინაიდან ახლა სანამ შემოვიდოდი Euronews-ის სიუჟეტიც კი ვნახე სადაც ბოლოს აი მიუხედავად იმისა რომ ევროპელები ცოტა შეშინებულები არიან ტრამპის პრეზიდენტებით და დიდად არ აწყობთ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ 27-დან 30 ქვეყანამდე ნახევარზე მეტი უფრო ესეთი განწყობის არის ანტიტრამპისეული განწყობა დღემდე რჩება და ისინი არიან შეშინებული რომ ყოველ შემთხვევაში ბევრი რაღაც შეიძლება შეიცვალოს და ეს სიუჟეტი მთავრდება იმით რომ როგორც ჩანს უკრაინას თუნდაც აი იმ დაკარგული ტერიტორიების დათმობა შეიძლება მოუწიოს. ეს გადაწყვეტილია. ევროპელებიც ამბობენ. ეს გადაწყვეტ რა თქმა უნდა ვენსის განსახლებაში მარკ ულცის უშიშროებში საკითხში პრეზიდენტის თანაშემწე. ეს არც განიხილება. დღევანდელი საომარი მოქმედების თეატრი, სადაც მიმდინარეობს, აი გაივლება ხაზი. და ის ტერიტორიები, რაც იმ ტერიტორიებს, რასაც რუსეთი ფლობს და რუსეთმა შეიერთა, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არის ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთ ხო ტერიტორიები, უკაცრავად ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი და ასე შემდეგ. და ბაიდენი თავის ბოლო გამოსვლაში, ბოლო პრეზიდენტობის ბოლო გამოსვლა ქონდა და იქ ესეთი ბრავადა ქონდა. პრინციპში იმ ამერიკელ ობივატელზე იყო გათვლილი, რომელიც აი ესეთ ცოტა ჟარგონს ვიხმარ, დააბოლა ეს ხალხი. პუტინმაო, ნუ მოწინააღმდეგეს რუსეთს გულისხმობდა ვერ მოახერხაო იმ ტერიტორიების ათვისებაო, რომელიც მას ეწადა რომ ხო აეღო. ხლა სუვოროვი იყო ასე ცნობილი ახლა государственный русский музейში არის სუვოროვ ვალპახ ანუ წარმოიდგინეთ უნიკალური გენერალი ხო უნიკალური სამხედრო ოპერაცია იყო სუვოროვის ნათქვამია სწორედ როგორც მხედართმთავრის რომ ორი ნაბიჯი წინ ერთი ნაბიჯი უკან ის მანევრები რაც ჩაატარა პუტინმა გახსოვთ უკრაინასთან შემოლაგება მერე ამათი ეს ლიბერალური ესეთი პრიმიტივიზმი რომ აიღო ხუდღეში ის უკრაინის დედაქალაქი ახლა რომელიც სულელი ჭამს იმას რომ 4 მილიონიანი კიევი, რომელიც ანტირუსულად განწყობილია, რა შეჭირდება რო აიღოს. ან ფიზიკურად აღებაში კი არ იყო საქმე. უბრალოდ რუსეთიც კაპიტალისტური ქვეყანაა, ნუ მართალია ავტორიტარული ღერძით, მაგრამ იმ გაგებით რომ რა შეჭირდება ახლა ანტირუსულად განწყობილი უკრაინელების ჭამასმით უზრუნველყოფა. აი მე გეთანხმები დავით ხო წარმოგიდგენია ხო და აი ასეთი ვითარება არის შენ კაი საკითხი შეეხედა მე მინდა ჩვენს მაყურებელს ერთ საინტერესო თემასთან დაკავშირებით ვესაუბრო ეს არის ტრამპის და ევროკავშირის დამოკიდებულება ეხლა უყურეთ რა ხდება ძალიან საინტერესო მომენტი ხდება გერმანიაში გერმანიაში მოხდება შოლცის მთავრობას გამოუცხადეს უნდობლობა ანუ შოლცი იყო კოალიციური მთავრობით მოსული ანუ ამას გერმანიაში ეძახოდნენ შუქნიშანი то სამი ფერებით სამი პარტია იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია შოლცის თავისუფალი დემოკრატია და მწვანეები აი ეს სამი პარტია მოვიდა ანუ შოლცი იყო სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი და კანცლერი ბერბოკი ამ წვანების კი ანალენა საგარეო საქმეთა მინისტრი კი ბატონო არავით არის პერსპექტივა გერმანელი ანალიტიკოსები წერდნენ რომ რაღაც ნიშას უპოვიდო აი ხელფასი რო კონდესო თორე პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს არა აქვს მართალი ხარ და ნუ თვითონ კოალიცია დაიშალა დეკემბერში ბიუჯეტთან დაკავშირებით სხვათა შორის და შოლცს გამოუცხადეს უნდობლობა და პრეზიდენტმა შტაინმაიერმა დანიშნა 23 თებერვალს არჩევნები. ეხლა ძალიან საინტერესოა რატომ ყვები ამას. ეხლა იქ სერიოზული დაპირისპირება მიდის, ანუ პოლიტიკური ორი კანდიდატი, ორი პარტია, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად შეცვალოს გერმანიაში სიტუაცია და გერმანიაში სიტუაციის შეცვლა, ჩათვალეთ რომ ეს ევროკავშირში გამოიწვევს ძალიან უდიდეს კატაკლიზმებს. რაზე მაქვს საუბარი? ძალიან საინტერესო მომენტია პარტია გახლავთ ულტრა მემარჯვენე პარტია რომელიც გახლავთ ალტერნატივა გერმანიისთვის ეს პარტია რომელიც არის წარმოდგენილი ბუნდესტაგში და მისი ლიდერი გახლავთ ალისა ვაიდელი ეს ქალბატონი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე გახლავთ რომელიც პრეზიდენტ კანცლერობის კანდიდატი დასახელებული და აი დააკვირდით მისი პროგრამა ეს არის ულტრა მემარჯვენე პარტია ხანდახან ზოგიერთ გამოთქვამში მას
ჰიტლერსაც ეძახიან, კაბიანი ჰიტლერი არისო. ეს ქალბატონი არის აი ყველაზე მთავარი დააკვირდით ევროკავშირთან მიმართებაში აქვს უმკაცრესი პოზიცია. ეს მომხრეა რომ გერმანია გამოვიდეს ევროკავშირიდან. ნუ საუბარი ევროზონიდან რომ გამოიყვანს ეს ფაქტია და უნდა შემოიღოს მარკა დააბრუნოს გერმანული და დააკვირდით ევროკავშირთან დაკავშირებით რას ფიქრობს. თუ დაუშვათ გერმანია არ გამოვიდა ევროკავშირიდან, უნდა მოხდეს ევროკავშირის ტრანსფორმაცია და რეორგანიზაცია და რა არის მთავარი მოსემულობა დავით რას იძახის? ნაკლები სუვერენიტეტია. წარმოგიდგენიათ, გერმანიის კანცლერობის კანდიდატი იძახის ამბობს, რომ ევროკავშირში გერმანიას აქვს დაკარგული სუვერენიტეტი, ანუ ნაკლები სუვერენიტეტი აქვს. წარმოგიდგენიათ. სწორად გერმანიასთან დაკავშირებით დღეს ქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კონფერენცია. ილონ მასკი უჭერს სერიოზულად მხარს. ტრამპის ესენი მემარჯვენეები არიან. ეხლა ტრამპს ორი ძალა ყავს ევროპაში. ეს არის მელონი იტალიაში, რომელსაც უჭერს მხარს და ეს არის ვაიდელი, რომელსაც სერიოზული მხარდაჭერა აქვს. სხვა შორის ძალიან საინტერესოა კიდე. ამ ალისა ვაიდელს სერიოზული მხარდაჭერა აქვს აღმოსავლეთ, ანუ ყოფილ საბჭოთა კომუნისტურ გერმანიაში. 60-70% ელექტორატის გამოკითხულების მას უჭერს მხარს. ანუ ძლიერი ხელი, უნიტარული სახელმწიფო და უმკაცრესი პოზიცია, ეს არის მიგრანტების პოზიცია, არ შემოშვება მიგრანტების, ანუ იგივე ტრამპის თემა რო გაშვება, გაწმენდა გერმანიის საზღვრები ჩაკეტო, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ჩრდილოეთის ნაკადის ამუშავება, ქარის სისქულების მაგალითად ატომური ელექტროსადგურების შენება, თუ მოკლედ აი ასეთი პროგრამით. მას აქვს დაახლოებით 20-25%, მაგრამ მისი პოზიცია რატომ არის დავით იცი რომ მას არ აყავს მონათესავე პარტია რომელსაც ის კოალიციაში შევიდეს და ხელისუფლებაში დაუშვათ მოხდეს. სარა ვაგენკნეხტმა შეიძლება დაუჭერს, მაგრამ საკმარისი არ არის. სარა ვაგენკნეხტი დაუჭერს მხარს, მაგრამ მას აქვს დაახლოებით 6%. ამიტომ სარა ძალიან საინტერესო ფიგურა, სხვა შორის ეს გახლავთ მეოთხე ცოლი ოსკარ ლაფონტენის. ოსკარ ლაფონტენი ქართული საზოგადოებისთვის და საკმაოდ ცნობილი პიროვნება. ეს პიროვნება გახდა თავის დროზე საარბრუკენის მერი და ის დღეს რო ჩვენ მოედანი გვაქვს ყოფილი ვორონცოვის მოედანი, მისი დამსახურებითი რომ საარბრუკენის მოედანის სახელი მივანიჭეთ, იმიტომ რომ საარის გუბერნატორი ის იყო ოსკარ ლაფონტენი და იყო და თბილისი და საარბრუკენი გახსოვთ დამაგობრებული ქალაქები არიან და მის საპატიო მისი მეოთხე ცოლია ეს არა ვაგენკნეხტი და აი ეს მომენტებია იქ სერიოზული ძალა ანგელა მერკელის პარტიას ქრისტიან დემოკრატულ კავშირის და ფრიდრიხ მერცი ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კანცლერის აი ეს ორი ძალა იქნება დღეს იმიტომ რომ ევროპის მომავალი არის დამოკიდებული გერმანიაში მიმდინარე არჩევნებზე ამიტომ ძალიან სერიოზული დაუშვათ გველის პოლიტიკური კატაკლიზმები და ამიტომ იცით ახლა არ არის ამის დრო დღეს საქართველოში რომ აი რაღაც უაზრო დაპირისპირები აი ქაოსის და ქვეყნის აი ჭაობში აი არ შეიძლება ხო ყველაფერი არის სახოხედავთ რა კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება ისტორიული მოვლენები ხო ძალიან ფორსირებულად მიდის ყველაფერი აი შეიძლება აი წუთი და წამები შეიძლება წყვეტდეს ყველაფერს და ჩვენ არ უნდა ჩამორჩეთ ამას რა. არ შეიძლება ის გახანებულ მატარებას არ უნდა შევახდეთ. ვერ შევახდეთ. მაჩინჩალას როლში ვართ სამწუხაროდ. ხო, აი სამწუხაროდ. ხო და კიდე ერთი მინდა ალისა ვაიდელის მოთხოვნა. ევროკავშირში თუ გერმანია დარჩა, ევროკავშირი უნდა დატოვოს მოჩანჩალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებაო და პირველი საბერძნეთი დაასახელა და ყოფილი საბჭოთა ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები. აი ეს მოთხოვნა იცით აი საოცარი ისხდება რა. აი გერმანიაში თუ მართლა ეს ხელისუფლება მოვიდა ჩათვალეთ თუ ევროკავშირი შეიძლება უკვე გერმანიის გამოსვლა ჩათვალეთ ევროკავშირის დაშლა. ძალიან საინტერესო მოვლენები გვეცენ რა. ვფიქრობ რომ მე ვთქვი ერთ-ერთ გადაცემაში ნუ პროგნოზი გავაკეთე რომ ალბათ მერცი გახდება გერმანიის კანცლერი, თუმცა მეც ასე ვთვლი, იმიტომ რომ ბოლო მდგომარეობით რაც ახლა ხდება და ეს სკანდალი ძალიან არ მოწონთ ევროკავშირის ქვეყნებში და პირდაპირ ადანაშაულებენ ილონ მასკს, რომ გერმანიის ილონ მასკი პირდაპირ ვაიდელის AfD შესაძლოა, აქ ნუ 100%-ით არის თქმა
არ შეიძლება, მაგრამ პირველ ადგილზეც კი გავიდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ კოალიციის შედეგად ალისა გახდება თავად. ფრიდრიხ მერცის პლუსი ის არის, დავით, რომ მას აქვს ბუნდესტაგში შექმნის კოალიცია. მას აქვს იმის საშუალება, მას შეუძლია შექმნას კოალიცია მწვანეებთან, მას შეუძლია შექმნას კოალიცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, შოლცი ისევ დაასახელეს კანცლერობის კანდიდატად სოციალ-დემოკრატიულ პარტიამ, ასე რომ აი ამ მომენტით მარცი წინ არის. თორე დანარჩენით ხო აი კოალიციური იმით საკმაოდ აი ხმების რაოდენობით არ არის გამორიცხული, რომ ალტერნატივა გერმანიის და სოციალურის მინდა აღნიშნო კიდე ძალიან საინტერესო მომენტია ისეთ ეს ქალბატონი გახლავთ მოახდინა coming out და ლესბოსელი გახლავთ და პირდაპირ აღიარო არის ლესბოსელი და ყავს ცოლად შრი-ლანკის წარმომადგენელი ქალბატონი ეროვნების შრი-ლანკელი კატეგორიული წინააღმდეგია ეს ქალბატონი თვითონ ერთსქესიანი ქორწინების ერთსქესიანთა ბავშვების აყვანის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ და თვითონ ასეთი ორიენტაციის არის და შულების aqავს და შულებსაც დის. აი ესე რომ აი ძალიან საინტერესო მოვლენები გველის ბოლო 2 თვის განმავლობაში თვითონ ევროპაში ხა რატომ მივაქცია ამას ყურადღება და რატომ მოგიყევით ეს ამბები რომ გერმანია წამყვანი გამწევი ძალაა დღეს ევროპაში და მასზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული ევროკავშირის მომავალი თუ როგორი იქნება ევროკავშირი და აი ასეთი განწყობის სხვა შორის თვითონ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მერსიეს ანგელა მერკელის პარტია არის ფრიდრიხ მარციც აი ამ სულისკვეთებით არის მიგრანტებთან დაკავშირებით ყველას ერთნაირი პოზიცია აქვს რომ იქ უკვე საშინელებები ხდება გერმანიაში და ამას უნდა მიეხედოს მაგრამ ნუ სხვა პოზიციებთან განსხვავებულია რა თქმა უნდა ეხლა ეს ვაიდელი უფრო მაგრამ უნდა ვთქვათ მაინც რომ მერცი მაინც ანტირუსია მერცი ანტირუსია კი ბატონო ხო მერცის განცხადება იყო პირდაპირ რომ მან პუტინ შეუთვალა ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ტაურუსებს მივცემ უკრაინას და მივცემ იმის უფლებას რომ 500 კილომეტრის რადიუსი დაარტყასო მაგრამ ნუ მე უარყო როცა შოლცი დღემდე თავს იკავებს შოლცი კი ბატონო ტაურუსებს მივცემო ამბობს კი ბატონო კი გერმანიასთან დაკავშირებით ბატონო მამუკა მე დავიწყე უბრალოდ ამის თქმა მინდოდა დღეს ლავროვს ჰქონდა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია და გაეროს კონტექსტში იქ ნუ ვიცით დიდი ხანია მიდის მსჯელობა გაეროს რეფორმირების აუცილებლობაზე და ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი რაზეც პრინციპში არის ესეთი ზეპირი თანხმობა რომ უნდა გაიზარდოს გაეროს უშიშროების საბჭოს შემადგენლობა ქვეყნების თვალსაზრისით ანუ საუბარია მუდმივ წევრებზე მუდმივ წევრებზე საუბარი და ლავროვმა ნიშნის მოგებით ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით გააკეთა ესეთი განცხადება რომ ამერიკელები მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებად ხშირად ასახელებენ გერმანიას და იაპონიასო ახლა მე ვთარგმნი უბრალოდ პარალელურ რეჟიმში რომლებსაც არ აქვთ ესე იგი самостоятельный голос ანუ დამოუკიდებელი ხმა სოფლიო პოლიტიკაში და ისინი ბრმად მიყვებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ძალიან მწვავე განცხადება არის. ანუ პრინციპში ამ პრესკონფერენციაზე ამ ნათქვამით ლავროვმა ესეთ გააბაიბურა იაპონია და გერმანია. ანუ არ არიან სუვერენები ეს ქვეყნებიო და ამერიკის შეერთებული შტატები რო აპელირებს რომ აი იაპონია უნდა გახდესო და გერმანია გაეროს მუდმივი უშიშროების მუდმივი საბჭოს წევრები. ჩათვლით ამერიკის ხმებია იგივე. და თავად ლავროვი ამბობს იმას რომ ჩვენ მაგალითად განვიხილავთო ბრაზილიასო და იმსახურა დიდი ქვეყანა არისო ინდოეთმა და იმსახურა და ასევე აფრიკის კონტინენტმა სამხრეთ აფრიკამ კი ანუ გასაგებია რომ ხო რა თქმა უნდა იქ გავლენების მომენტიც არის ვინ უფრო კომფორტულად გრძნობს პარტნიორებთან თავს ეს მომენტია მაგრამ ახლა ბრაზილია და ინდოეთი ნამდვილად ცალკე აღებული უფრო მეტად ჩანს მათი სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა, მათი მასშტაბურ სიღარიბეზე არ არის ლაპარაკი, პოპულაციით შეიძლება უმეტესობა მოსახლეობის იქ ღარიბი ფენა დიდია. ხო, მაგრამ თვითონ მოცემულობდა პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ხო, აი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. აქ ერთი მინდა ეხლა ჩვენს მაყურებელს მინდა შევახსენო ის ფაქტი, რომ თვითონ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საკმაოდ ამორფული
გახდა არავითარი აი რო გითხრათ აი მისი მოცემულობა რაც იყო თავიდან ჩადებული რომ მისი შექმნის იდეა ეს იყო რომ მას ქონოდა ანუ კოლექტიური მართვის ორგანო ყოფილიყო და მას შეეძლო გავლენა მოეხდინა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და მოვლენებზე სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ხდება არანაირი ავტორიტეტი არანაირი გავლენა მას არ გააჩნია და ამიტომ არ ეხა ჩამოყარა ალტერნატიული უამრავი ორგანიზაციებია ეხლა რაც დავითმა ჩამოთვალა ეს ქვეყნები რომელიც ბრიქსის ქვეყნები არიან და ხვალდაზე შეიძლება ბრიქსი რეალურად გახდეს ნატოს რა თქმა უნდა და შემდგომ თუ გაეროს ალტერნატივა გააჩნია რა მოცემულობით რა მოდიფიკაციით წავა მისი დაუშვათ სიტუაციური ხედვა ამიტომ ეს ცოტა მისეთი თემაა რაც თქვენ თქვით და ამიტომ არ ჯდება დღევანდელი დაუშვათ ეს უფრო მომავლის თემა არის და დღევანდელ რეალურად აი ეს კონტენტი მაგალითად არ არის აქტუალური ამ ეტაპზე რა თქმა უნდა აქტუალურია მაგრამ დღეს უფრო სხვა გამოწვევები აქვს სოფლიოში და ევროპაში განსაკუთრებით ევროპაში და აი ამ საომარი მოქმედებიდან გამომდინარე უკვე სხვა პრიზმა არის და სხვა პლასტებია დასაჭერი და დასაკავებელი და ასათვისებელი რომელზედაც მედის მუშაობა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან საინტერესო მომავალი გოლის და ჩვენ აი საქართველოს ურთიერთობა დავით მინდა აი ისტორიული კონტექსტით ჩვენ განვიხილოთ და აი საქართველოს დამოკიდებულება დღევანდელი სიტუაციის ჩვენი ქვეყნის მე მინდა აი ისტორიულ კონტექსტში განვიხილოთ და რაღაც გარკვეული ისტორიული პასაჟები მოვიყვანო და მინდა საზოგადოებას გავაცნო უთხრა რომ ისიც ასე მარტივად არ არის საქმე ერთი რაღაცა მინდა თქვა აი სანამ ჩვენ კონკრეტულად გადავარ საუბარს დავიწყებთ რომ არასდროს არ უნდა იყოს პოლიტიკური გემოვნება არ უნდა იყოს ისტორიული ფაქტის ჭეშმარიტების დამდგენი კრიტერიუმი იმიტომ რომ შენ თუ რაღაცა პოლიტიკური გემოვნება აი ხარ დაუშვათ რუსოფილი ან რუსოფობი ხო რამიშვილ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოცემულობა შენ ისტორიულ კონტექსტში აი ამ ხედვით არ უნდა განეხილო აი სამწუხაროდ ეს ხდება დღეს საქართველოში და მე საბრიყვეთი დავარქვი ისიც რამდენიმე დღის წინ მქონდა ჩვენ წინა უბრალოდ ახალწლებამდე გადაცემა მქონდა სადაც ჩვენ გრიგოლ ურბელიანზე მქონდა საუბარი და საკმაოდ ისეთი გამოიწვია სოციალურ ქსელებში რომ აი გრიგოლ ურბელიან რომელიც უდიდესი მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ეს კაცი გრიგოლ ურბელიანი უდიდესი ქართველი პოეტი უდიდესის ქართველი პოეტი, ქართული რომანტიზმის მამამთავარი, პლუს ამას სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, მეომარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე ერთი რაღაცა მინდა ბატონ დავით ფაქტი და აი მოვაყოლო ამის თუ რატო მინდა ეს თემა ამ თემაზე ვისაუბროთ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გადაცემაში დარეკა ეთერში პირდაპირ ეთერში თენგო ომანიძესთან 9 საათიანზე ჩვენმა მეგობარმა შესანიშნავმა ქართულმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ მკვლევარმა ისტორიკოსმა ჩვენმა მეგობარმა კიდევ ერთხელ ვადასტურე ბატონო ვაჟაოთარაშვილმა და საკმაოდ სწორი პასაჟი და სწორი ხედვით გამოთქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით რომ როდესაც ჩვენ და თქვენი გადაცემები თქვენი ტელევიზია მუშაობს და მიდის გადაცემები ძალიან კარგი იქნება რომ აი ეს სიტუაციები ისტორიულ კონტექსტში იყოს განხილული და მან მაგალითად მოიყვანა მე-19 საუკუნე რუსეთ-საქართველოს ომები უკაცრავად რუსეთ-თურქეთის ომები რომლის დროსაც საქართველოს დაუბრუნდა დაკარგული ტერიტორიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აბსოლუტურად სწორი და ვეთანხმები, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა. პირადად მე, აი მინდა ამიტომ მინდოდა რომ რა ვიცი რა ჩვენ აქ თურქეთზე და რუსეთზე გვისაუბრია. ხო და პირადად მე, აი ბატონ დავითს გაახსენდა უამრავჯერ. კონი ამ თემაზე საუბარი. მე თენგო ომანიძესთანაც ბატონ თენგოსთანაც კონი ამაზე საუბარი. მე მახსენდება ერთი გადაცემა მქონდა ბატონ კოტე მიქაძესთან ერთად და თითქმის მთლიანად ეს ისტორიულ პარადიგმებს მიუძღვენით. სამწუხაროდ თენგოს ვერ გაახსენდა, არ არის პრობლემა, რაზეა საუბარი და მე უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ ჩვენ პირადად მე აი ყოველთვის ვცდილობ რომ ისტორიულ კონტექსტში მოვახდინო ამის აი გარკვეული
მოვლენების და კავშირი ვნახო თანამედროვესა და წარსულს შორის. აი ეს არის ჩემი მოცემულობა და ჩემი ხედვა. აი ბატონ დავითანაც არაერთხელ მქონია. მე უბრალოდ ეს რემარკა იმიტომ მოვიშველიე რომ უბრალოდ აი ხა არ ქონდა ბატონ ვაჟას ნანახი რაზეა საუბარი თორე ჩვენ ხშირად განსაკუთრებით თქვენ რო საბრძანდებით სულ საუბრობდი თურქეთთან დაკავშირებით. მე მინდა ერთი რაღაცა აი ბატონ დავით ერთი რაღაცა მინდა ვთქვა დღეს და დავაფიქსირო რომ როდესაც ჩვენ საუბრობდით რუსეთ ხა ძალიან ისეთი ტრივიალური თემები რომ აი რუსეთ საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით და რუსეთ საქართველოს ანუ ქართკახეთის შეერთება გეორგიევსკის ტრაქტატი შემდეგ პავლეს მანიფესტი ალექსანდრე პირველის და საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთთან და შემდგომ კონსულია საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლა. ყოველთვის ეს საკრალური საკითხი დგას, ყოველთვის იქნება რომ იყო თუ არა გამართლებული. სანამ საქართველო იარსებებს, ეს საკითხი ყოველთვის იქნება, ხო? მაგრამ მე ამოვდივარ, აი ჩემი სუბიექტური ხედვა, მე ამოვდივარ რამდენიმე მოცემულობით. პირველი ის რომ საქართველოს რუსეთთან შეერთების მიიღო ტერიტორიები და დაიბრუნა ის ისტორიულად დაკარგული ტერიტორიები. მეორე ის რომ რელიგია გადარჩა და ქრისტიანობა გადარჩა. და ეს მართლმადიდებლო კი გაუქმდა. ენა და კულტურა და ეს სხვა ხო, მაგრამ აი პირველი და მესამე ყველაზე მთავარი რაზე ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. ამ თემაზე არ ხონია ჩვენ საუბარი და ეხლა მე მინდა დღეს ჩვენ საზოგადოებას შევახსენო. ზოგ შევახსენო, ზოგისთვის ახალი იქნება. ეს იყო ყველაზე ამაზღზენი, ყველაზე მიუღებელი, ყველაზე დამღუპელი საქართველოს ისტორიაში ეს მოვლენა ეს გახდათ ტყავეთა გაყიდვა. საქართველოში შუა საუკუნეებში რა დაახლოებით მე-15 საუკუნედან უკვე იმ დროს როდესაც თურქეთმა 1475 წელს უკვე ყირიმის სახანო შეიერთა და ფაქტიურად შავი ზღვა თავის იმად გადააქცია. აი უკვე დაიწყო საქართველოსდან, ანუ დასავლეთ საქართველოსდან ტყვეების გაყვანა და გაყიდვა თურქეთში. ეხლა ერთი წამით აი თქვენ საინტერესო თემა შეეხეთ. უბრალოდ გამახსენდა რომ მე მაქვს ბიბლიოგრაფიული იშვიათობა ჩემი დიდი ბაბუის საზოგადო მოღვაწის ნესტორ გოქაძის ბიბლიოთეკიდან ბატონყმობის გაუქმება საქართველოში. 1871 წელს ეს ალექსანდრე მეორის კი ახლა იქ ფოტოც არის. ანუ სურათია როგორ ყიდიდნენ ტყვეებს საქართველოში. ბიბლიოგრაფიული იშვიათობა დღეს ეს. ხოდა მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევხვდეთ და მოუხვე აი ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ, რასაც ქართველები აკეთებდნენ. მეფე, ეკლესია და თავადი გლეხი ყველა ეს იყო თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ ბიზნესი, ტრეფიკინგი, რომლითაც ცხოვრობდა მთელი დასავლეთ საქართველო. ანუ ეს ხდებოდა სამეგრელო, გურია და იმერეთი. ანუ რა ხდებოდა? აი მოკლედ რომ მოვყვე, აგროვებდნენ ხალხს, რამდენიმე გზა იყო ტყვეების გაგზავნის, თურქეთში იგზავნებოდა და თურქეთში ყიდიდნენ. ეს გზები იყო დასავლეთ საქართველოს სამეგრელოდან გაყავდათ ანაკლიიდან გურიაზე იმერეთში რო კრიბავდნენ, იყო ასეთი სოფელი არის მუხაესტატი სოფელი. ეს არის საზღვარზე. ის სახელიც იმიტომ ქვია მუხაესტატე, რომ იქ ვინმე ესტატემ ტყვე მიიყვანა, თურქი მყიდველი არ დახვდა, ეს ტყვე დამალა და ხეზე მიაწერა ესტატე. შემდგომ ეს წავიდა და მღვდელთან აღსარება რო თქვა, იმიტომ დაერქვა ამ ადგილს. აი კრიბავდნენ, მიყავდათ ციხისძირში ციხისძირიდან გაყავდა თუ არა და ცნობილი გონიოს ბაზარი იყო, გონიოს ბაზარი, საიდანაც სტამბოლში მიყავდათ და ასე ყიდიდნენ. იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე შეეცადა ამის აღკვეთას. მე-16 საუკუნეში კრებაც კი მოიწვია დავით. თავად გონიოს ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა არაერთხელ. ხო, ბევრმა არის ის თუნდაც აი საპროტესტო ტალღაში მონაწილე ახალგაზრდობამ. ანუ ხომ ცნობილია რომ ანტიკური ციხესიმაგრეა, რომაული ფლოტის ნაწილი, მთელი კოჰორტები იქ იდგა. აი ეს მინაშენები რაც ზემოდან აქვს ათოფურები ეგრეთ წოდებული. გვიანია, ანუ თურქული პროტექტორატის ყოფნის დროს არის დამატებული. ხო და დღესაც სამეგრელოსთვის აი ანაკლი არის დაწყე, აი ანარკიანს, აი ცივილის ადგილია.
ანაკლიდან გაყავდათ სამეგრელოს ბიჭები და ქალბატონები და ყიდიდნენ სტამბულში და იმერეთი და გურია ყიდი და როგორც გითხარით გონიოდან და ციხისძირიდან გაყავდათ ვერაფერი ვერ მოუყვეს. ვერც ვერაფერი უდიდესმა ქართველმა მეფემ, იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა. ხრესილის ომი რატომ მოხდა? 1757 წელს, როდესაც სოლომონმა გადაწყვიტა ტყვეების აკრძალვა და დაუდგა წინ მთელი ოსმალები და შემოისმინნენ და შიგნით მოუწყვეს აჯანყება და ბაბუა დაუპირისპირეს. ქუთაისის თავზე შეკრიბა ჯარი, მოკრიბა ჯარი, ოკრიბას იმიტომ ეძახიან მოკრიბა და ბაბუა მოღალატე ლევან აბაშიძე დაუპირისპირა და როსტომ რაჭის ერისთავი. აი ესენი ებრძოდნენ, იმიტომ რომ თანამედროვე ენაზე რო ვთქვა, სერიოზული ბიზნესი იყო და გვერდზე ედგა სოლომონ პირველს სამეგრელო გურია, იმერეთი გურია და რა თქმა უნდა იმერეთი და საოცარი ფაქტი მოხდა. ხუტუნია შარვაშიძე გახლავთ სამურზაყანოს და აფხაზეთის მარტო 78 წლის კაცი იყო და ბრძოლაში 16 თურქი მოკლა და თვითონ გმირულად დაეცა. მაგრამ ვერც სოლომონ პირველმა მოკრება მოიწვია, ყველაფერი გააკეთა, ამის გამო ვერც მაგას შეწყვეტა ტყვეების. იცით დავით, თურქები ოსმალეთის იმპერიაში ჩვენ ვაგზავნიდით იმერეთის სამეფო იყო და გურიისა და სამეგრელოს სათავადო იყო, ხო? აგზავნიდნენ ცოცხალებას. რა ქვია, საჩუქრად იმას აგზავნდნენ ახალგაზრდებს. კი. ეს ნებისმიერი შარდენიც, ჩელებიც, არქანჯელო ლამბერტიც, კრისტოფ კასტელიც, ყველა ვინც კი ჩამოდიოდა საქართველოში მისიონერები და ვისაც კი გამოთქმული აქვს, აი ეს ნანახი აქვს, ყველას ეს აღწერილი აქვს, ეს შემოგონილი არ არის. ეს გრძელდებოდა 1878 წლამდე ხალხნო, სანამ რუსეთმა არ დაამარცხა საბოლოოდ თურქები და სან-სტეფანო ზავის მიხედვით საქართველოს დაუბრუნდა აჭარა. მანამდეც იყო იმერეთიდანაც რუსებმა გაყარეს. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო კიდე მინდა ერთი ყირიმის ომის პერიოდში 1854 წელს ნიგოეთის ბრძოლა საოცარი თურქები წამოვიდნენ და მახარაძე ოზურგეთი ქუთაისით უნდათ თბილისისკენ წამოსვლა და ჯარი ჩვენი დახვდა ნიგოეთში, შუხუთი, ნიგოეთი, ლანჩხუთის რაიონში. და ვინ მეთაურობდა იცით თურქეთის ჯარს? ხასანბეკ თავდგირიძე. ეს იყო მოღალატე ეთნიკური ქართველი, რომელიც გახლდათ ქობულეთის ბეგი, ანუ დღევანდელ ენაზე რო ვთქვათ მართველი, მაშინ ჩოლოგზე გადიოდა საზღვარი და უკვე რუსეთის იმპერია თავდებოდა და ოსმალეთის იმპერია იწყებოდა და აი ზუსტად აქ მოხდა ბრძოლა, სადაც აი ეს გოლაფაშა მოკლა ის უკაცრავად ხასანბეკ თავდგირიძე იქნა მოკლული და ეს აი ვინ არის იცით ხასანბეკ თავდგირიძე? აი ცნობილი სიმღერა რო არის ქართული პოლიფონიური მუსიკის ერთ-ერთი შედევრი ხასანბეგურა. აი ზუსტად აი ხასანბეგურა აი ამ ხასანბეკ თავდგირიძეს გამო დაიწერა და ეს რო ასულღერიან გურიაში და აჭარაში. ვერაფერს ვერ მიაღწიეს, მაინც ეს ხასანბეკ თავდგირიძე გახდათ ესეთი მოთავე კიდე ამ ტყვეების გაყიდვის, რომელსაც აი ქობულეთით გაყავდათ კიდე რუსეთის იმპერიის პერიოდში. ბატონ მამუკა, თქვენ მიაღწევდით ყურადღებას თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა ახლა რიზეში თავის პატარა ანუ სამშობლოში ყოფნის დროს, ანუ ამ ქალაქიდანაა, სხვათა შორის მე იქ ერდოღანებშიც ვიყავი ერთხელ რიზეში. ხო და აქვე გავკადნიერდები და ვიტყვი პირველად ეს ცნობილი პატარა კლიპი, რაც ახისკელი თურქების შეხვედრაზე ლექსი თქვა, ეს მე ვთარგმნე ეს. ვიცი. პირველად მე დავდე, ნუ მე უბრალოდ არ მინდოდა რომ აჟიოტაჟი გამოეწვია ამას ყველაფერს. აქვე ვადასტურებ ჩემს პატივისცემას თურქეთის პრეზიდენტის მიმართ, აშკარად მას აქვს ქარიზმა. მე არ მინდა რომ ვინმე არასწორად გამიგოს და რაიმე ესეთი ექსტრემისტული დატვირთვა არ ქონია ამ ლექსს, უბრალოდ კონსტატაციის თვალსაზრისით ვთარგმნე და გავახმოვანეთ კიდეც და არის ქსელში. უბრალოდ მოყვა ამას აჟიოტაჟი. იქ ეჭვებიც კი გამოითქვა, რა გარანტია რომ ზუსტად ის არის ნათარგმნი, რასაც ის ლექსად ყვებაო.
ეხლა ეს ახისკა, რასაც ის იძახის, ეს მესხეთია კრებიჩი, ახალციხეა პრინციპში, მაგრამ ახისკას ხმარობენ ზოგადად აი ამ მესხეთზე. მე ერთ-ერთ გადაცემაში ელჩი წავდათ მოწვეული, რომელმაც ახსნათ, რომ ეს ლექსი არის, ვთქვათ, რუსულ-თურქული ომის დროს, მაშინდელი ექსპედიციის დროს ცნობილი ნახატიც არის, მე მგონი ჩვენთან იყო ეროვნულ გალერეაში, ახალციხის აღება. და პირდაპირ იძახის ეს სენსინი ესემდარეიანან ქორატეშ და თეკბაირაღო ანუ ერთადერთი ჩვენ უბრალოდ ხო ალთინ ნუ მოკლედ და ეხლა რომ იყო იქ საუბარი რომ რა ვიცით რომ ზუსტად ისე თარგმნის ან წარმოიდგინეთ ეხლა ხო ვეფხისტყაოსანი რუსულ ენაზე ითარგმნა 5 ავტორის მიერ ყველაზე კარგი არის შალონ უცუბიძის ბოლოს კი ნუ რომელიც ყველაზე ისეთი მოახლოებაა ზაბოლოცკი იყო პეტრენკო იყო რა ვიცი ბალმონტი იყო უამრავ მან მინიმუმ 4-5 ავტორმა თარგმნა ყველა თუ არ ვცდები ნიკოლ ტიხონოვის თარგმანიც და აი წარმოიდგინეთ ახლა აშინაარსი კუპლეტის და სტროფის ხო არ ირღვევა უბრალოდ ყველა სხვადასხვა გვარად აქვს სიტყვათა თამაში ხო აი ზუსტად ასე არის ნათარგმნი ეს იქ ყველა სიტყვა რაც არის ქართულად ნათარგმნი არის identური იმისა, რასაც ამბობს ერდოღანი იქ. ყრილობაზე, როცა იყო შეხვედრა. აი, დავით, რატო და აი, აბსოლუტურად გეთახმები, აქ არავით არის ანტითურქული. ჩვენ ისტორიული ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ. ანუ რატო მოვყევი ახლა მე ეს ამბავი? ტყვეთა გაყიდვა რასაც ქართველები ვაკეთებდით, ქართველები აკეთებდნენ სამარცხვინო, ხო? ეს აღკვეთა რუსეთმა საქართველოში. ხო, ერთერთი ნებისმიერი ისტორიკოსი მოვიდეს და დამიდგეს და დაგვიდგეს და რამე სხვა გვიმტკიცოს. გამორიცხულია, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის რაღაცა ჩვენ რუსეთის მხარესა ვარ თუ თურქეთის თუ იმის ობიექტურად რაც იყო ისტორიულად, აი ეს არის რომ ტყვეთა სყიდვა მორჩა და რუსეთმა როგორც კი შემოიერთა საბოლოოდ თვითონ თავის იმპერიას კი ბატონო, მაგრამ ეს ხომ საქართველოს დარჩა მერე, რომ თურქეთმა შემოიერთა თავიდან ანაკლიაც აფხაზეთის ძალიან საინტერესო თემატიკაა. ამასაც ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას მუჰაჯირობა. ვიცით რომ აი ეს მუჰაჯირობა რო დაიწყო და მუჰაჯირობა რას ნიშნავს არაბული სიტყვა და გასახლებულს ნიშნავს და მთელი გაიქცა და რუსებმა აიძულეს რომ წასულიყო თურქეთში გაიქცნენ და აფხაზების ნაწილი. თქვენ იცით რომ აფხაზები რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუსეთის იმპერიამ დამნაშავეერად გამოაცხადა და აფხაზებს აკრძალული ჰქონდათ სოხუმის ტერიტორიაზე ცხოვრება, ზღვისპირეთის ცხოვრება და აფხაზებს მარტო თაში უნდა იცხოვრა. აფხაზეთის ბოლო რეგიონი იყო რუსეთს შეუერთდა. ხო, 1976, მაგრამ აფხაზი რატომ იცით? იმიტომ რომ რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში აფხაზეთი თურქებს ეხმარებოდა და რუსეთ-თურქეთის ომი რო იყო აფხაზებმა შეგვიძლია აჯანყებები მოუწოს. აი მუჰაჯირობა მერე წავიდა და გაისახლა უამრავი არიცით ახლა 50,000, 100,000, 200,000 აფხაზები, უბიხები, ჩერქეზები და დღემდე წარმართული დღესასწაულებია. და აი დამნაშავეერად ალექსანდრე მეორებ იმპერატორმა და მათ არ ჰქონდათ ზღვისპირეთის როგორც გითხარი და ცხოვრების უფლება ეთნიკურ აფხაზებს. აი ეს სტატუსი ჰქონდათ მათ 1917 წლამდე სანამ იმპერია არ დაიშალა. უამრავი კიდე საკითხი რომელიც ჩვენ აი იცით უნდა დავაკავშიროთ ეხლა მე ეს უბრალოდ ისტორიულ კონტექსტში მოვყევი და აფხაზეთის საქართველოსთან მაქსიმალურ ინტეგრაციაში უპირველეს ყოვლისა თამამად ვიტყვი ამას ყველაზე მეტი მადლობა ეკუთვნის ლავრენტი პავლეზე ბერიას. ლავრენტი ბერიამ რაც გააკეთა ეს იყო დიდი ისტორიული ფაქტი მან ქართველები აი ხო აფხაზეთის საქართველო იყო მაგრამ მან ქართველები ჩაასახლა იქ რაჭოლები ჩაასახლა იქ სპეციალ რაჭული სოფლები ლეჩხუმელები ჩაასახლა გუდაუთა რომელიც ცენტრი იყო დაუშვათ ხო ამ აფხაზების ეთნიკური აფხაზების გუდაუთაში ორი სოფელი რაჭული სოფელი იყო ორჯონიკიზე და არ მახსოვს სადაც აი რაჭოლები ცხოვრობდნენ ლეჩხუმელები აბსოლუტურად გეთახმები და სამეგრელოდან უამრავი და აი ეს ბალანსი უკვე დემოგრაფიული ბალანსიც გადავიდა ანა ეს რატო ვამბობთ იცით ეს არის ისტორია ამას ჩვენ ვერ გავექცევით ეს ისტორია არის რომელსაც შეფასებები უნდა ჩვენ ეს ისტორიული პარადიგმები თანამედროვე დღევანდელ სიტუაციას უნდა მოვარგოთ ის შეცდომები გავითვალისწინოთ ის გამოცდილება მივიღოთ და თანამედროვე ჩვენებური ინტერპრეტაცია მივცეთ ხო
მე-19 საუკუნე საქართველოსთვის იყო აღმავლობის, აი ჩვენ რომ რუსეთის იმპერიაში შევედით, ხო? აი რამდენიმე უამრავი პიროვნება იყო, რომელსაც ჩვენ კიდევ არ ვიცით რა დამსახურება აქვს და არ ვცემთ პატრის. ეხლა გრიგოლ ორბელიანზე ვსაუბრობდი. აქ არის ალექსანდრე ჭავჭავაძე, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, უდიდესი პოეტი, კაცი, რომელიც პარიზში შევიდა 1812 წლის ომის დროს და იყო ბარკალაი დეტოლის თანაშემწე, კაცი, რომელმაც მთიულეთის აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა. ეხლა დააკვირდით რა, ტამბოვში იყო გადასახლებული. 1832 წლის აჯანყების შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა დიმიტრი ყიფიანთან ერთად, მაგრამ მან რომ ნახა რომ სიტუაციურად ერო იქ საქართველოს აი აქ ჭირდებოდა მუშაობდა, კი ბატონო და იქ ემსახურებოდა როგორც დიმიტრი ყიფიანი. დიმიტრი ყიფიანი გახდა ერთადერთი პირველი ქართველი, რომელიც გახდა თბილისის, რომ ვთქვათ, მერი. სულ სომხები იყო. ქართველი არ ყოფილა მე-19 საუკუნეში. დიმიტრი ყიფიანის უდიდესი ეროვნული მოღვაწე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ კიდე არ არის დაფასებული. თბილისში მიჯრით 8 მერი იყო ეროვნებით. კი, სომხები, კი და ერთადერთი იყო დიმიტრი ყიფიანი. არა გვაქვს, რომ აკაკი წერეთელმა მას დიმიტრი თავდადებული მეორე უწოდა. ქართული პოეზიის ბრწყინვალე ნიმუში ლექსი განთიადი დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა აკაკი წერეთელმა, რომელიც საშინელი იმით მოკლეს სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი და კაცი, რომელიც გამოვიდა და მან თქვა, მას ჰქონდა ასეთი ხედვა, რომ განათლება გადაარჩა საქართველოს, შევეშვათ უპერსპექტივო ბრძოლას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის გადაულახავი მოცემულობა დღეს ამ რეჟიმის და ამიტომ ამ რეჟიმის ფარგლებში დავიწყოთ ინტენსიური კულტურულ საგანმანათლებლო მოძრაობა. დიმიტრი ყიფიანი იყო ქართული პოლიტიკური რომანტიზმის უკანასკნელი წარმომადგენელი და ქართული პოლიტიკური რეალიზმის ფუძემდებელი. კაცი, რომელიც და მას რა თქმა უნდა დიმიტრი ყიფიანს ჰქონდა დაპირისპირება ილია ჭავჭავაძესთან, ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა აკაკის და ილიასაც ჰქონდა ერთმანეთში, მაგრამ ეს არ გრიგოლ ორბელიანს ცნობილი მამათა და შვილთა დაპირისპირება, მაგრამ ეს არ გაცდენილა გარკვეულ საზღურებს. უბრწყინვალესი სიტყვა თქვა გრიგოლ ორბელიანის დასაფლავებაზე ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც მამა ეძახა და ერის მამა და რა ვიცი, რეებით ილიას დიდი დამსახურებით იყო, რომ დიმიტრი ყიფიანი ჩამოასვენეს სტავროპოლში, სადაც მოკლეს და სხვა. იცით რა არის? აი და არ შეიძლება დღეს გამოვდივარ. ილიასაც ხო უთხრა ერთმა გამლელმა, რომ ბატონო ილიაო, ესეთი დედით სომეხი ბრძანებითო და მამით ქართველიო, მაგრამ ხო და აი შენო ორივე დედას და მამას ეს აკაკი წერეთელსა აქ ნათქვამი, აკაკის უთხეს, კი სწორია. და რის თქმა მინდა იცით, ისა რა ქვია დავით, რომ აი ჩვენ როდესაც აი ამ სიტუაციებში ჩვენ უნდა მივუძღვათ კეისარს კეისრისა. აი საქართველოში მე ყოველთვის ვამბობ და ვსაუბრობდი, რომ იყო მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი, რომელიც უდიდესი დამსახურება ქართული ერის წინაშე, ქართული კულტურის, ისტორიის, განათლების, აი ზუსტად ამ ვორონცოვთან მუშაობდა დიმიტრი ყიფიანი. უდიდესი დამსახურება საქართველოს თვის კიდევ დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზიძეს, რომელიც 20 წლის განმავლობაში და არა მხოლოდ თბილისში. აი გეტყვი, და დიდი დამსახურება, აი ბორჯომის წყალი დღეს რო ვამაყობთ ჩვენ, აი ბორჯომის წყალი აბას თუმანი და სხვა. ეს არის მიხეილ ნიკოლოზიძის დიდი დამსახურება. ეს იყო ალექსანდრე მეორის, რუსეთის იმპერატორის უმცროსი ძმა. მათ აღმოაჩინა ალექსანდრე მესამესაც. ალექსანდრე მესამე ამისი იყო ძმისშვილი. მაგალითად ქუთაისში მის დროს ორი ტაძარი, საფიჩხირის სამაღლების ეკლესია და პეტრე პავლეს რედაქცია იყო ძველი, იმის უკან დგას. მისი უშუალო დაფინანსებით არის საქართველოში ალექსანდრე პირველის გარდა რუსეთის იმპერატორების ყველა იყო ჩამოსული, ნიკოლოზ პირველი, ალექსანდრე მეორეც, ალექსანდრე მესამეც და ნიკოლოზ მეორეც. აი მიხეილ ნიკოლოზიძე რა, აი უდიდესი პატივისცემა ჰქონდა საქართველოსთან. კაცო, შვილებს დაარქვა ქართული სახელი. გიორგი, 4 შვილი თბილისში შეეძინა, 6 ბიჭი ყავდა. 4 შვილი შეეძინა თბილისში. ერთს დაარქვა გიორგი. გიორგი წმინდა გიორგის საპატივცემულო და მეორეს სანდრო დაარქვა. და ამ გიორგიმ თავის შვილს ნინო დაარქვა, კაცო.
და დიდი დამზ მან ჩამოიყვანა თავის ძმა და კადეტთა კორპუსი გაახსენებდა. ზუსტად ამის გამო მოხდა დაპირისპირება ილია ჭავჭავაძესა და აი ეს გამოცანები ცნობილი ეს ლიბერალი ბურთივით მგვალი ილია ხუმრობდა ხოლმე ოლღას ეუბნებოდა დამიძახეო რა ლიბერალი ბურთივით მგვალიო ეს გრიგოლ ურბელიანი რო უწერდა ეს გამოცანები ცნობილი რომ დაუპირისპირდა თობა რატომ დაუპირისპირდა იცით 1871 წელს თბილისში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრ მეორე მანამდე გადაწყვეტილი იყო რომ თავადაზნაურობას ადრესი უნდა მიერთვა და ეთხოვა იმპერატორისთვის რომ თბილისში გაიხსნათ უნივერსიტეტი ეს შეთანხმებული იყო ყველაფერი გადაწყვეტილი იყო მაგრამ ბოლოს შეიცვალა და თავადაზნაურობამ რუსეთის იმპერატორს თხოვა კადეტთა კორპუსის გახსნა და მართლა გაიხსნა თბილისში კადეტთა კორპუსი ეგ რუსთაველზე რო არის რა ქვია ეგრეთ წოდებული იმელის შენობის გვერდზე აი ეს ხო ზურაბ-წერეთლის კი ბატონო ამაზე გაგიჟდა ილია მაშინ მოსამართლე იყო დუშეთში და ილია ხო ამოღებული ხმალი იყო და ამაზე დაიწყვის გამოცნობილი გამოცანები ილია რო წერდა ყველა მიცოდა ხე ილია რო წერდა და იქ გრიგოლ ორბელიანი იქ და ილიას ფიგურის წამოწევა ისევ და ისევ იოსებ სტალინის დავალებით რა თქმა უნდა ეხლა ეს ილიას მკვლელები დარბოდნენ ისევე როგორც შოთა რუსთაველი რა თქმა უნდა ილიას მკვლელები დარბოდნენ ისე რომ მე არ ვიცი ერთხელ მოვყევი თქვენთან მე მქონდა შესაძლებლობა ჩემ ახალგაზრდობაში რომ მაშინ ცოტა აკრძალული იყო და პირადად ილიასა და სტალინის შეხვედრის რამდენიმე ფრაგმენტი მე ჩვენ პირადად ახალგაზრდა მეცნიერებს მოგვიყვა ცნობილი აკადემიკოსი იური კაჭარავა მე ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით და შემდგომ ეს პასაჟი აქვს გამოყენებული თავის წიგნში გურამ ყორანაშვილის ილიას ფენომენი რომ შეხვდნენ ორჯერ ჩააკითხა სტალინმა ილიას საგურამოში ორჯერ ჩააკითხა და რა თქვა იცით რა უთხრა იქ თვითონ პოვარი ილიასი მოგონებებში წერს ეს დაცულია საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმში ხო შეხედავთ ხალხს უთხრა რომ ისაუბრებს იქ და წავიდა მე ხალხს უთხრა რომ აი ხო ხედავთ სახით არაფერია რომ პატარა კაცი მაგრამ ეს ისეთი მამაძაღლი ჩანსო თემ სოფლიოს ალაპარაკებსო ეს არის ილიას შეფასება და მეორედ როდესაც ჩამოვიდა უკვე დარაჯიყვება ილიამ თხოვაო მე რომ ჩემს სტუმარს დავხვდიო და მოვიყვანეო და მთელი ღამე საუბრობდნო როდესაც რამდენჯერმე ოლგა შევიდა ოლგა ხელით გაუშავდა დილით მე ჩავაცილეო და არ ვიცოდი ვინ იყო და შემდეგ უკვე რომ მოხდა რევოლუცია და სტალინი გახდა ბელადი მე ამ კაცმა აღიარა რომ ეს სტალინი იყო და ილიასთან ღამე გაათენა საუბრებში 1927 წლამდე ილიას ხსენება აკრძალული იყო და მისი მკვლელები დარბოდნენ იმიტომ რომ მე ილიას მკვლელი ვარ და პენსია მომიმატეო ის ბერბიჭაშვილები და ისეთ ცნობილი ფაქტია კიდე ხო გაასამართლეს ყველა და ბერიას ცნობილი სიტყვები მე რაღა ვქნავ ერთი მკვლელი აქ მიზისო და მეორე იქ უზეს იმაშიო მოსკოვშიო მახარაძეზე და ორჯონიკიძეზე იყო საუბარი ცნობილი ბერიას გისა ყველა გაასამართლა და ყველა ენაზე თარგმნა ილიას ნაწარმოებები და სტალინმა და მან შექმნა ეს მისა საქართველოსთან რო ვთქვა დაუბრუნა ეს არის აი რა არის ისეთ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი ისტორია არ ვიცით აი არ ვიცით რა ისტორია რა ან იგივე ხა განათლების სისტემაზეც მინდა აი ცოტა რამდენიმე სიტყვა თქვა რომ აი ეს რომ შენს ქვეყანაში შენს სამშობლოში შენს როდესაც შენ ილია ყავს როდესაც აი ასეთი ბუმბერაზე კაცმა რომელმაც პატრიოტიზმი რელიგიის დონეზე აიყვანა კაცი რომელმაც სარკე მოგვიტანა ყველა სრულიად საქართველოს და ჩაგვახედა კაცი ადამიანი რა არის ხო ჩაგვახედა ის ხო ქართველის ტიპაჟია ვიღაცა წერდა არ მახსოვს ლუარსაბიო შეგვაზრიზღა ილიამ ასეთი კაი ქართული სახელია ხო რა დაუნდობელი იყო ილია მაგრამ ხო სიმართლე გვითხრა ხო და ეს ამ კაცის ეს რომელიც იყო საქართველოს მამა უგურგვინო მეფე რა ვიცი რაცა უნდა ვეძოთ და ამ კაცის სწავლება არ არის ის იმაში არც სკოლებში არც უმაღლეს სასწავლებლებში ბატონო მამუკარო ეს მიზანმიმართულად რა თქმა უნდა მიზანმიმართულად ხედავთ აი ხო უკრაინაში მართალია ჯერ სავალდებულო არ არის და არჩევითო საჯარო სკოლებში აუქმებენ ფიზიკის ბიოლოგიის და ქიმიის სწავლებას ანუ რომ ის მასა დაადებილონ აი პირდა არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას პირდაპირ უნდათ რომ მიიღონ ესეთი აი ბოსტნეული
განუვითარებელი თუ ჩვენ არაერთხელ ვითხოვს და კიდევ ერთხელ მინდა ვაფიქსირებ. თუ ჩვენ განათლების სისტემას არ მივხედეთ, თუ ჩვენ განათლება ფეხზე არ დავაყენეთ და თუ ჩვენ განათლებაში სერიოზული რეფორმები არ მოახდინეთ, ამ ქვეყანას ვისთვის გინდათ ეს ქვეყანა? არაფერი არ ეშველება. გამორიცხულია. სეგმენტი არის სკოლამდელი დაუშვათ თუ საშუალო რო ყველაზე მთავარი საშუალო და უმაღლესი თავისი ბაკალავრი და მაგისტრატურა. პირველ რიგში არის მოსაწესრიგებელი დისციპლინის. აი ზუსტად მაგის თქმა მინდა. დისციპლინა უნდა ავიდეს პირველ მაგისტრატურა. რა გინდათ ეს მანდატურის ინსტიტუტები გამაგებინეთ. დანამატი რო გახდა და არაფრის მაკნიცი რო არ არის. მე ძალიან კარგად ვიცი, მე 60 წელი ვიცხოვრე სკოლის გვერდზე. ჩემ ერთი კედელი მქონდა, მე სადაც ცხოვრობდი და გვერდზე სკოლა მქონდა და ძალიან კარგად ვიცი ბოლო პერიოდი იქ რა კეთდებოდა და როგორ იყო და რას იყო არაფრის მაკნეს აი სააკაშვილის პერიოდი რო სანატრებელი გაგიხდებათ მაშინ მანდატურობდა აი ზუსტად მაგის თქვა მე და რომ ამბობთ კეისარს კეისრისა აი ზუსტად ესე იყო აი მაშინ მანდატურობდა ეხლა არაფრის ის არა აქვს და პასუხისმგებლობაც არ აქვს მიეცით თუ დაამყარეთ წესრიგი სკოლაში და მეორეა დავით პედაგოგიური სასწავლებლები გააუქმეს საქართველოში მაპროფილებელი პედაგოგიური სასწავლებელი არ არის გაუქმებულია ანუ პედაგოგი საიდან უნდა აღზარდო ხო ინსტიტუტებში სადა რომელიც იქ არ არის იყო ბათუმში, იყო ქუთაისში, იყო თელავში და ასე შემდეგ რეგიონებში იყო და კომუნისტებს საჭკვიანურად ჰქონდა გაკეთებული იყო იქ რეგიონებში და მე ეს რეგიონებში იქვე ადგილობრივს რა ქვია მაგას რო არ წამოსულიყო და დასაქმებულიყო. დამაგრებაზე იყო. დამაგრება თბილისის ილიას უნივერსიტეტი ხო მანამდე პუშკინის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი ინსტიტუტი იყო ხო? რომელი იმაზეა და ნახეთ რა ხდება თქვენ გაგიგიათ ის რომ მასწავლებელი მიდის და მოსწავლეს ეუბნება არ მოხვიდეთ სკოლაში წავიდეთ ერთად და მოლოტოვის კოქტეილები ვისროლოთ იმაში ხო ანუ აი ზუსტად ამაზე მივედით და ამაზე მივედით ბატონო მამუკა დავამატებ რომ აუცილებლად გამოსასწორებელია ეს საშვებულებო დღეები სკოლებში კაცრად უნდა როდესაც არის გრაფიკი დადგენილი მაშინვე უნდა გამოცხადდნენ მშობლები არ იქ საერთო ქსელები აქვს შექმნილი ახლა მშობლებს ჩატები საერთო ტელეგრამში ასე შემდეგ და აიცით რა აი ბარეგამ 2 დღე რჩება ახლა ახალი წლებია იქ რაიონიდან ვერ მოვდივარ და ასე შემდეგ და მე მთელი კლასი შეიძლება არ მიდიოდეს სასწავლო გაკვეთილებზე და ასე კიდე ერთი უბედურება განკითხავი ვინ არის რა გონიათ განათლების სამინისტროში რომ მოიკითხოთ ბიუროკრატია, აი განცხადება და შეგიძლიათ დაწეროთ, მოგმართოთ, განვიხილოთ რაღაც სისულელეები. დისციპლინა უნდა დადგეს პირველ რიგში ყველაზე ნომერ პირველი. აი მე მახსოვს კიდე მერვე თუ მე-9 კლასში ვიყავი გრიშა კობახიძე რო გარდაიცვალა. 77 სკოლა იყო საქართველოში ნომერ პირველი სკოლა. უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ კვარტლურად, ხო? მოვიდოდა ეს ინტურისტი სიკარუსი, გადმოვიდოდნენ თან უბრალო ტურისტები არ იყვნენ ისინიც იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების ან ირლანდიის ან დიდი ბრიტანეთის მასწავლებლები. აინტერესებდათ როგორია სისტემა საქართველოში. პირდაპირ გამოდიოდნენ შურით. კობახიძის სკოლიდან. ეს ნობელის ხოჩურის იყო მაშინდელი ჰარვარდი. კი, მეც არ მაქვს უფლება არ მოვიხსენო. ჩემი სკოლა, მე დავამთავრე პირველი რკინიგზის სკოლა, სადაც დირექტორი იყო ლეგენდარული ალიოშა ცინცაძე. გინესის იქშია შესატანი ეს 66 წელი თუ 7 წლის განმავლობაში დირექტორი იყო სკოლის. ეს უნიკალური სკოლა იყო და თან რა არის ესეთ სკოლა იყო და ყველა სკოლა ავტორიტეტული იყო. აი პლეხანოვზე სადაც ცხოვრობდი ჩვენ 23 სკოლა ცნობილი, 24 სკოლა, მე-18 სკოლა. ეს ყველგან, აი ყველგან დონე იყო. ეხლა რა ხდება თან რა უბედურებაა რომ ეს მასწავლებელი მოწაფეს, მოსწავლეს ნიშანს აუწევს თუ მასთან არ მოემზადა კიდე რაღაც გარკვეულ საგნებში, ხო? აი ეს ტენდენცია წამოვიდა დღეს იმაში. ხო, განათლება არის თავიდან ბოლომდე ასაყვანი წერტილამდე მაინც რაც იყო. განათლებას უნდა მიხიდოს განათლების სამინისტრო სამწუხაროდ. ეთყობა კვალიფიციური კადრების დეფიციტი არის. კადრები ძალიან კარგად არის შემოკარგო, უბრალოდ მოძიება უნდა. კადრები ყველგან არის, დავით. მოძიება უნდა და სურვილიდან დომაგინდა. არ არის, აი ეს არის პირველ რიგში ეს უნდა დავაყენოთ განათლების თემა და მე სხვა თემაზე ვისაუბროთ.
გამოჩნდება ყოველ შემთხვევაში თუ მართლაც რაღაც უნდათ ქვეყანაში რომ გამოსწორდეს, ასე არ არის მხოლოდ რომ იქ პოლიესტეროლის ხალხი გაიკეთოს ვიღაცამ და შარვალი აპრიალოს სავარძელში ახალგაზრდა კადრებით მინისტრები დააკომპლექტებენ რაღაცას რომ მარტო სუბორდინაციულად ვიღაცაზე იყოს ჩამოკიდებული. აკადემიურად განათლებული ხარისხის მქონე მეთოდისტი მცოდნე უნდა იყოს მაგას ჭირდება პროგრამა სახელმძღვანელოების ახალი სახელმძღვანელოები ჭირდება დავით უამრავია გასაკეთებელი და არ ვიცი ხა თუ შეძლებს ახალი სამისრო ხალხი გვერდზე უდგას მოგეცით ხმა ხო დაგიდექით გვერდზე გააკეთეთ რა ჩვენი შეკვეთაა რომ არჩევნებში თქვენ დაგიჭირებთ ხარ იმიტომ რომ ეს გაგეკეთებინათ ამიტომ გთხოვთ რომ აი ახლა განათლების სისტემა პირველ რიგში როდესაც დაწყნარდება ეს სიტუაცია მიეხედოს განათლების სისტემას განსაკუთრებით სკოლებს კი ბატონო დიდი მადლობა ბატონო მამუკა საინტერესო საუბრისთვის ამასობაში ჩვენი საეთერო დროც ამოიწურა მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია და ჩვენ შევხვდებით ხვალ 19 საათზე მადლობა ყურადღებისთვის დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ